ღმერთმა დაგვიცოთ, რომ იგავშთა წიგნში წერია, მომეც მე შვილო გული შენიო, ამბობს უფალი. აი ეს გული უნდა მივცეთ უფალს, გული გადაუშალოთ უწყლად, შევწიოთ უფალს, ჩვენი გულისმიერი მდგომარეობა, ძალები გულისმიერი, განიწმინდოს გული ჩვენ. რა თქმა უნდა გონებას, მაგრამ აქ არის პირველ რიგში ქრისტიანობა როგორც გულის რელიგია, როგორც გულზე გამოვალია ღმერთის გზა, რა თქმა უნდა გონებას. მთლიანად თელ ხატებაზე და მსგავსებაზე ადამიანისა, მაგრამ მომეც მე შვილო გული შენ, იგავთა 23 თავის 26 მუხლი. და ყველაფერი დაარჩენს, უფალი მოგცემს შენ. და ადამიანის გულში ყველაფერი ეტევა. ადამიანი ესეთი არსება, რომ მას მის გულში მთელი სამყარო და ცათასასწრებელი ეტევა. ამიტომ უფალი ეუბნება მოწაფეებს. ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლეს სამისა და ყოველივე შეგეძინოს თქვენ. მათეს მე-6 თავის 33 მუხლი. ეს ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე მოგვეცემა, შეგვეძინება, მოგვეცემა ჩვენ და არა მეასეხარისხოვანზე სიმბოლურად ვთქვათ ვიფიქროთ და თავარი დავკარგოთ. ადამიანს ისეთი გნილება, რომელიც ხატად არის შექმნილი, მაგრამ მსგავსება აქვს დავალებული. ვისწავლოთ უნდა ეს, რომ ხატება მსგავსებად ვაქციოთ. ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის სადიდებლად. ადამიანს სამი რამ მართებს წმინდა მამები ამბობენ: ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და სიკეთის კეთება. ამბობს წმინდა მამა. აი, ესეც უნდა დავიცვათ. ღვთის შიში, ხშირი ლოცვა და გასტაფის და ადამიანისთვის და საერთოდ ყველაფრისათვის სიკეთის კეთება. პავლე მოციქულის დღე მახსენდება, მუდამ მოუქლებოდეთ, ლოცულობდეთ, მუდამ მალდობდეთ, მუდამ გიხარობდეთ. ესეც შეიძლება ითქვას ანალოგიური გამონათქვამი. ბოროტებით არ აღმოიფხრება, იცით ეს. თუ ვინმე გიმტრო, სიკეთით უპასუხე და შენ სიკეთე დათრგუნავს მის ბოროტებას და მის ბოროტ ღვაწლს. იმიტომ რომ ხშირად ბოროტება მოდის არ აქვს მას ონტოლოგიური საზღისი, იგი არის ბოროტება ეს არის სიკეთის გამრუდება, არ ყოფნა სინათლისა სიკეთის, ანუ მას საწყისი ბოროტი საწყისი არ აქვს ონტოლოგიური და ამიტომ მას როგორც არსის არ მქონეს მხოლოდ ფარდობითი და დროებითი არსებობა აქვს და მოკლე ინტერვალზე მუშაობს, ზოგჯერ ეფექტურად, მაგრამ მოკლე ინტერვალზე მუშაობს. ამიტომ სიკეთით უცებ ხრება იგი, როგორც წყალი აქვს. ის ვინც ისრაფის სიკეთის კეთებისკენ, მას რა თქმა უნდა ბრძოლები ექნება და მოუწევს ბრძოლები. ადამიანები მას ებრძვიან, რომლებიც ხშირად შეპყრობილები არიან ბოროტის ძალის მიერ. მას ებრძვის სხვადასხვა ძალა, ვისაც ღმერთი ეწევა, იგი ამ ბოროტებას და ამ ნეგატივს გადალახავს. ღმერთი კიდე ყველა გულწრფელად როაზლეს ვამბობდი, გულწრფელად მლოცველს ეწევა. ვინც გულახდილად ლოცულობს ღვთის წინაშე, მას ვერანაირი ბოროტება ვერ მოერევა. იარე ღვთის სახელით გადასახე ჯვარი, ქრისტე ახსენე და ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშალოს. ყოველ შემთხვევაში მინიმალური დანაკარგებით გამოხვალ და უსაფრთხოდ დამუშავებანებ ჩვენ დასასრულს არაბეთ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან განხორციელდება შენს ცხოვრებაზე. თუ კი უფლისაგან რაიმე სითხოვ, ისაც მინდა მამა ამბობს, ის კი შენ სასმელს გონია რომ აყოვნებს და არ ისმენს, შენ გონია ესე თუ ესე არ არის. ნუ დამწუხდებიო, შენ ღმერთზე გონიერი და ღმერთზე ბრძენი არ ახარ, იცის უფალო ყველა. ნუ შეწყვეტ მაინც ლოცვასო, ისაც მინდა მამა ამბობს, ოდეს მასტურმა უგრძნობელობამ გული გაგიუხეშოს და გამოგიშროს. სულით მშრალი, თუ მაინც ლოცვას განაგრძობ და ცრემლით ილოცებ და ევედრებ ღმერთს, აი იქნები ამაღლდები აუცილებლად და მოღვაწეობა შენი აუცილებლად შეწირული იქნება. ლოცვა ეს ხომ სულის სუნთქვაო, ასევე წმინდა მამა ამბობს და როდესაც შეისუნთქებ ლოცვას, ადრეს მეთქვი ამოისუნთქებს სიყვარულს შენ ცხოვრებაში. თავი უნდა დაინდაბო ღვთის წინაშე, იცით ახლა ეს ყველაფერი დამდაბლებული გული. აი ეს გულია, რომელიც ღმერთს უნდა, დამდაბლებული გული. დამცირებული კი არა, დამდაბლებული, დაინდაბლებული. დამდაბლებული გული და სულიერი სიგლახაკი. და გამდიდრდები, სულიერათაც და ამაღლდები, გულითაც და განიწმინდები. და მოგეცემა ყოველივე ის, რაც შენი ხსნისათვის საჭიროა და შენი ხსნისათვის უფალმა იცის, რაც არის საჭირო. რაც ღმერთს უნდა შენთვის, სწორედ ის არის შენთვის საუკეთესო საჭირო და გადამრჩენელი. ამიტომ თავი დაინდავ, რომ შენი დამდაბლებით მადლი მიიღო. როცა გაქებენ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ღირსი არ ახარ ქებისა
და მაშინ იყავი ყველაზე უფრო ფრთხილად. შენ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში უნდა დაიმდაბლო შენი თავი. შეიყვარო სიმდაბლე. ღვთისაგან დიდება კი არ უნდა ითხოვო, ღმერთი უნდა ადიდო პირიქით იქ. დაკარგავ სიმდაბლეს, დაკარგავ ღვთისწყალობას და დიდებას. თავი დაიმდაბლე, ამ პარტაუნება არ შვება სიკეთეს. ყოველთვის განსაცდელს შეგავთხოვს. როგორც კი სინათლის გარეშე ბნელია ყველაფერი, ასევე ადამიანში სიმდაბლის გარეშე წვდიადის გარდა აღარაფერი რჩება. ამიტომ დაიმდაბლე შენი თავი და შეავიდე ღმერთს შენი საკუთარი თავი. აი ეს მინდა გისურვოთ. რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადგებლად ვაკეთოთ. მეტყველებ ღვთის სადგებლად ვიმეტყველოთ. დუმვარ ღვთის სადგებლად ვიყოთ დუმარე. ვაზროვნებ ღვთის სადგებლად ვიაზროვნებ. მეტყველებ ღვთის სადგებლად ვიმეტყველოთ და ვაკეთებ ქმედებას რამისას ვაკეთებ საქმეს. ასევე ღვთის სადგებლად ვიქმოდეთ ყოველთვის. და მუდამ გულოცულობდეთ, ყველაფერთვის მადლობდეთ და მუდამ გიხარობდეთ. აუცილებლად უფალი მოწყალეა და ვინც შექმნა პური, მას ყველაფერი ესმის, ვინც ვალი შექმნა, იგი ყოველივეს ხედავს. რასაც და ამ გზაზე წარმატებას ვისურვებთ. მადლობა Იესოს ქრისტეს, იყოს და ყოველთვის თანა. ამენ.